ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ერთობლივ სანიტარულ ჭრებს იწყებს. მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი ხმელი, ხმობადი და მამლებლით დაზიანებული ხეები 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ კი პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს ტყის აღდგენის სამუშაოს განახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ერთად იწყებს ბორჯომის პლატოზე არსებული ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სანიტარულ ჭრებს. მასობრივად არის გავრცელებული ნაძვის დიდი ქერქიჭამია, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ ტყეებს. ბორჯომის რაიონში პლატოს ტყის მასივში იწყება სანიტარული ჭრები. ამ სამუშაოებს ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ეროვნული სატყეო სააგენტო. მიღებული ჭამჭრებიდან მიღებული საშიში მერქანი გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს 400 ოჯახს, რომელიც მათ ძალიან წარგებათ მომავალი ზამთრის პერიოდში გამოზამთრებისთვის.